მოდით დავიწყოთ ჩვენი მიმოხილვა. პირველი სლაიდი, სადაც არის ორი პლაკატი. აი ხედავთ, არის ორი ბანერი. ერთ ბანერში არიან We are Europe და იქ არის ერთი თეთრკანიანი ქალი, ერთი შავკანიანი მამაკაცი, ორი რაღაც არაბული თუ ახლო აღმოსავლეთიდან, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად ისე ჩანს და ეს ბედნიერად მათ უჭირავთ ეს ევროკავშირის დროშები. აი ეს ბანერი იყო გავრცელებული ტოტალურად ევროკავშირში და დღესაც კი რაღაც ინარჩუნებს თავის იმას, მაგრამ ნელ-ნელა ამ ბანერს ანაცვლებს აი ეს მეორე ბანერი, რომელიც აქ თხოვთ სხვილ კიბა. აქ ჩვენ ხედავთ საწინააღმდეგო სურათს, რომელიც ძალიან ეწინააღმდეგება ამ იდეოლოგიას, რომელსაც ევროკავშირი წლობით კი არა, ათეული წლების განმავლობაში ავრცელებდა. აქ ჩვენ ხედავთ 8, არა, რამდენი არიან? 7 თეთრკანიანი მამაკაცი, არც ერთი ქალი, ანუ გენდერულ თეორიაზე უარი თქვენს მრავალფეროვნებაზე, არ ეგეთი მილიტარიზირებული, ესე იგი აი ომის და ბრძოლის მოლოდინში მყოფი და რა თქმა უნდა ეს კომპოზიციაც ბევრ რამეს გვაძლევს, ბევრ ინფორმაციას და ევროპული სიმბოლოები. და რა თქმა უნდა ევროპული, აქ ცოტა ხანში ქრისტიანული სიმბოლოების გამოჩნდება ალბათ. მოკლედ აი ჩვენ ამ ტრანსფორმაციას თვალყურს ვადევნებთ. შემდეგ ერთმა სახლმა გამოაქვეყნა პოსტერი მსხვილად გვაჩვენეთ, რომელზეც არის ასახული გზა გასაყრელი და ძაღლების ორი მარხილი გრენლანდიის დროშით. ერთ გზას მარხილი მიყავს ნათელი და ბრწყინვალე თეთრი სახლისკენ, ხოლო მეორე გზა პირქუში მორდორისკენ, ბუნებრივია. იქ რაღაცა შავი ცის თავზე ჭექა ქუხილი და ელვა და რა თქმა უნდა ეს მორდორი არის ჩინეთის დროშა ამშვენებს ამ ყველაფერს და რუსეთის დროშა და წარწერა გენიალური გზა აირჩიე გრენლანდიელო უკრინიქსები გახსოვს ბატურავას ხო როგორ არ გახსოვს კუპრიანოვი კრილოვი და ვინ იყო იქ სოკოლოვი მე მგონი მოკლედ აი საუკეთესო ტრადიციებში აი ქართული საბჭოთა პოლიტიკური შარჟით და კარიკატურის მოკლედ აი ესეთი საინტერესო პოზა აქვეყნებს თეთრი სახლი აი ხა მინდა განახოთ ვიდეო ძალიან საინტერესო აბა ჩაუშვით ეს ვიდეო აი ამ ვიდეოზე რას ხედავთ ეს პატრიოტიანი ხალხი არის დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები რომლებიც სიგარეტით განიტკბითებიან თეთრ სახლში ვიცე-პრეზიდენტის ჯიდი ვენსის და სახელმწიფო მდივნის რუბიოს შეხვედრის შემდეგ რა თქმა უნდა მე ეჭვი მაქვს რომ ამ ბატონებს ეხლა მოუწიათ სიგარეტის მოწევა ალბათ არ ეწეოდნენ თუ გავითვალისწინებთ იმ ჯანსაღი ცხოვრების წესს რომელსაც ხო უკვე რამდენიმე ათეული წელი მთელი ეს ევროპა მისდევს, ნუ აი ეგ ნერვიული სიგარეტის მოწევა ესეც ბევრი რამის მთქმელია. კალასი. ეს ქალი ამ ფრაზით შევა ისტორიაში. მე მაქვს ეჭვი. იმიტომ რომ ამაზე ჭკვიანური ამ ქალს არაფერი უთქვამს მანამდე. ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კაია კალასმა ევროპარლამენტის დეპუტატებს განუცხადა, რომ სოფლიოში არსებული მიმდინარე ვითარების გამო შესაძლოა ალკოჰოლის მიღების დასაწყებად შესაფერისი დრო დადგა. ჩვენ ხო ისედაც ვიცოდით და ისედაც ესე იგი ისედაც ვახორციელებთ პირნაზრად ამ ასე იგი დრაივული შესაძლებლობის გამოყენებას, მაგრამ ნუ კალასი ამას მიხვდა და კალასმა ეს ძალიან ეს შინაარსიანი დასკვნა. ევროპული პოლიტიკის ხაზი და მე მგონი სხვა არც აქვს ხო გამოსავალი. ნუ ერთ-ერთი გამოსავალი ყოველ შემთხვევაში ეს არის. დონალდ ტრამპი. ციტატა ტრამპის ადამიანი, რომელმაც ბუკმეკერებთან დიდი ფსონი დადო პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაპატიმრებაზე, ციხეში აქ რა ხდება, ესე იგი. სანამ მადუროს დააპატიმრებდნენ 27 დეკემბერს ვიღაც ანონიმი შევიდა პოლიმარკეტის არის ეგეთი პოლიტიკური რაღაცა კაზინო ბირჟა და არეგისტრირა თავისი აკაუნტი, დადო $96 მადუროს დაპატიმრებაზე და მოიგო $400,000. რაც მთავარია მე მანამდე მეგონა რომ თვითონ ტრამპმა დადო ეს ფსონი აღმოჩნდა რომ ვიღაცა ბედოვლადი რომელმაც თავისი რა ვიცი შინაგანმა ზერამ უყარნახა თუ არ ვიცი ინსაიდური ინფორმაციით ისარგებლა მოკლედ აი ეს რაღაცა და ტრამპმა ესე იგი ვერ მოითმინეს ამბავი და
დააპატიმრა ეს საცოდავი. აქ არის ფიოდოროვი არის ახლა დანიშნული უკრაინის პრემიერ-მინისტრი. აი რადაში, როდესაც მას ამტკიცებდნენ, რასაც ტრაგიკული და დრამატული პროცესები მოყვა რა და ტიმოშენკოს დაპატიმრება ემუქრება და მათ შორის ჩვენს თანამემამულეს ახალაიას კი არახა პრაქტიკულად ხამიანსან კი ბატონო მოკლედ აი ეს ფიოდოროვი რას ამბობს აი ტრიბუნასთან დგას და ამბობს PCK-ს, ანუ ეს არის სამხედრო კომისარიატების სისტემა უკრაინაში. PCK-ს ხაზი ძებნაშია 2 მილიონი უკრაინელი მამაკაცი, რომლებსაც პრობლემები აქვს სამხედრო სააგრიცხო დოკუმენტებთან, ხოლო კიდევ 200,000 უკვე თვითნებურად აქვს დატოვებული ნაწილი, ეს ეგრეთ წოდებული SZČ. განაცხადა ფიოდოროვი თავდაცვის მინისტრის მისი დამტკიცების დროს. ანუ ეს არის ოფიციალური მონაცემები. 2 მილიონი ემალება, ხო? მომქმედი ნაწილები. რა თქმა უნდა. ანუ 2 მილიონი იმალება და მე ნამდვილად ვიცი ძალიან ხშირად მაქვს ბევრი მეგობარი უკრაინაში და ვიცი რომ წლობით არის შემთხვევები, როდესაც COVID-ს გადააბეს. ანუ მამაკაცები წარმოიდგინეთ ხა ნებაყოფლობით 5-6 წლის განმავლობაში არის ჩაკეტილი ბინაში. და ის ვინც რაღაცა ეს ძალადობრივი მობილიზაციის შედეგად აღმოჩნდა ფრონტის ხაზზე ან პოლიგონზე სადაც მას წვრთნიან ტოვებს ამ ნაწილს. ეს არის დეზერტირობა რა, ნუ SZČ. და დადგა ის ბედნიერი დღე, ტრამპისთვის ნახეთ რა ბედნიერია, მანახეთ. ესე იგი მაჩადომ გადასცა მას ნობელის პრემია. ანუ საკუთარი ნობელის პრემია გადასცა ტრამპს, ტრამპი ძალიან ბედნიერია და ძალიან მოხარულია, მადლობელია, მიიღო რას მთავარია ნობელის პრემია. ბატონო რამას, ბატონო რეზო, მე მაქვს წინადადება. აწი, ყველა ნობელის ლაურეატი. აი არსებული მომავალი წარსული. ყველამ უნდა გადასცეს თავისი ნობელის პრემია. ფიზიკა, ბიოლოგიის დარგში, ლიტერატურის ყველამ უნდა გადასცეს ტრამპს ეს პრემიები თავისი ფულადი ჯილდოებით და მე მგონი გვეშველება ყველას. და ბოლო ესე იგი ეს ნიუსი არაჩვეულებრივი დღეს შედგა ეს. ეს რა არის? ეს არის ტრამპის და როდრიგესის სატელეფონო საუბარი. აი 2 სლაიდს ხედავთ. ციტატები დონალდ ტრამპის. დღეს დილით ძალიან კარგი საუბარი მქონდა ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ დელსი როდრიგესთან. ჩვენ კოლოსალურ პროგრესს მივაღწიეთ ვენესუელის სტაბილიზაციისა და აღდგენის საქმეში. განვიხილეთ მრავალი თემა, რა თემას განვიხილავთ ახლა, მათ შორის ნავთობის, სასარგებლო წიაღისეული, ვაჭრობა და რა თქმა უნდა ეროვნული უსაფრთხოება, ტრამპის რუნას ვენესუელის ეროვნულ უსაფრთხოებაზე. დელსი როდრიგესმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ტრამპთან ხანგრძლივი და ზდილობიანი სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომელსაც ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროში ჩაიარა. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი სამუშაო დღის წესრიგი ჩვენი ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე გადაუჭრელ საკითხებს ჩვენს მთავრობის შორის დაწერა როდრიგესმა. ანუ სანამ ესე იგი ეს მადურო ბრეიქ-დანსით არის დაკავებული თავის საკანში პაუზის გარეშე, ისინი ასეთი არიშურებენ კომპლიმენტებს ერთმანეთის მიმართ და თითქოს არც არაფერი მოხდა რა. უსაფრთხოების საკითხებსაც იხილავენ ერთმანეთთან, ვაჭრობას და სხვადასხვა საკითხებს.